თუ შენი შინაგანი ხმა გაკრიტიკებს, გაუფასურებს და გაშინებს და ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება შენს განწყობაზე და სურვილებზე, დროა დაფიქრდე იმაზე, რომ შინაგანი ხმა შენია. შინაგანი კრიტიკოსი ფსიქიკის ის ნაწილია, რომელიც ადრეულ ბავშვობაში ყალიბდება მაშინ, როდესაც ბავშვს აკრიტიკებენ მნიშვნელოვანი ზრდასრულები. ამ კრიტიკას საკმაოდ ნეგატიური გავლენა აქვს ბავშვის ცხოვრებაზე და იმისთვის, რომ კრიტიკის რისკი ან დასჯის რისკი მინიმუმამდე დაიწიოს, შინაგანი კრიტიკოსი იქმნება, რომელიც აფრთხილებს ბავშვს ყველა სარისკო სიტუაციის შესახებ. ადამიანი იზრდება, შინაგანი კრიტიკოსი კი ძველი მონაცემებით მოქმედებს, რაც რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ზრდასრული ადამიანის შედეგიან და ეფექტურ ცხოვრებაზე. კარგი ამბავი ის არის, რომ რადგანაც შინაგანი ხმა თქვენია, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მისი გადაწერა და შინაგან მეგობრად შეგიძლიათ აქციოთ. როგორ გააკეთოთ ეს? პირველი და ყველაზე მარტივი ხერხი არის დაიწყეთ თუნდაც ხელოვნურად საკუთარი დადებითი მხარეების, საკუთარი დადებითი ნაბიჯების, ქცევის ხაზგასმა და საკუთარ თავთან აღნიშვნა. იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ დახმარება გჭირდებათ ამ პროცესში, შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის სტიმულის სპეციალისტებს და მიიღოთ კვალიფიციური კონსულტაცია.